ბარბარე სანიკიძე 11 წლის სამტრედიიდან. მე მიყვარს ხატვა, ცეკვა, მუსიკა. ფოტოების გადახება. ფოტოებს ვიღებ, როცა მზე ჩადის ხოლმე. ხებს ვიღებ, ყვავილებს, ღრუბლებს. მე მინდა გამოვიდე მომღერალ. მომღერლობის გარდა მხატვარი. ჩემს სიმღერას ვინ გაიგებს ვის 4 წელია მომღერი. როცა რამეს ვაკეთებ, ღიღინით ვაკეთებ ყველაფერს. ხასიათი მაქვს ძალიან კარგი. ცელქი ვარ. ბარბარე არის ხანდახან ბუტია, მაგრამ წყენა მალე ავიწყდება. კიდევ არის ძალიან კეთილი და უყვარს ყველა. რანინაში იმიტომ გადავწყვიტე მოსვლა, ჩემი მეგობრები მონაწილეობდნენ და მეც მომინდა რომ ყოფილიყავ. მე ვარ გაბრიელ ბოდაველი 12 წლის ფშავიდან და ასევე ვცხოვრობ თბილისში. მე მიყვარს საერთოდ ჩემ ოჯახის წევრებთან დროის გატარება. მე მინდა გამოვიდე მომღერალი, რომელსაც შეუძლია ძიუდო და კიდევ მინდა გამოვიდე ამის საპირისპირო ძიუდოისტი, რომელიც მღერის. მინდა ორივეში ვიყო ძალიან წარმატებული. აი სპორტში მიყვარს, აი ძიუდოში ჭიდაობა, იმიტომ რომ ყველაზე სასიამოვნო პროცესი არის ჩემთვის და ყველაზე მეტად სიამოვნებს. ძალიან კარგი არის, როცა შენ მეგობრებთან ერთად ვარჯიშობ რა დილით. კიდევ აი ყველაზე კარგი გრძნობაა ძიუდოში, როდესაც რამე მედალს მოიგებ და მე კიდე რო უფრო მეტად ვარჯიშობ და კიდე რო იგებ უკვე ეს ძალიან მაგარი არის და აი ისეთი გრძნობაა, რომ სუგიხარია. სწავლის დროც არის. მე ყოველ შემთხვევაში სწავლას ჩვეულებრივ ვასწავლებ. სიმღერის დროც გაქვს, ვარჯიშის დროც გაქვს, ცალკე გასართობი დროც გაქვს და ყველაფრის დრო გაქვს. უბრალოდ დაალაგე და ეგ არის, всё. საკუთარ თავში არ მომწონს სიბრაზის ხასიათი, იმიტომ რომ ძალიან იოლად ბრაზდები და კიდე არ მომწონს, როცა აი რაღაცა სასაცილოს ვამბობ და არ გამომდის ხოლმე და ეს არ მომწონს შენ თავში. რანინა არის ძალიან კარგი ადგილი, სადაც ბევრ რამეს სწავლობს ბავშვი. ძალიან კარგი სფეროა, უსაზღვრო სიყვარულია იქ. მე ვარ სესილია მოჯავა, 11 წლის თბილისიდან. თავისუფალ დროს ზოგადად ბლოკნოტებს ვაფორმებ, პიანოზე ვუკრავ, ხატავ, ვაფერადებ ხოლმე. ასევე ძალიან მიყვარს, აი ძალიან მართლა ძალიან მიყვარს წიგნების კითხვა. ჩემი საყვარელი წიგნია ულისი, ინგუნთონის დაწერილია. წიგნი არის გოგონაზე, რომელიც ობოლია. ზოგადად ძალიან ისეთი გოგოა, რომ ექსპერიმენტების გაკეთება ძალიან უყვარს და ძალიან საყვარელი გოგონა, ალბათ ჩემ თავს მაინც შევსაბამებდი რამოდენიმე რაღაცებით. სწავლა ძალიან მიყვარს, აი მაგაზე კითხვაც არ მინდა. პროფესია ზოგადად არ მაქვს გადაწყვეტილი ჯერჯერობით, მაგრამ უმეტესად მინდა რომ ან მათემატიკოსი, ფიზიკოსი, ან კიდევ მომღერალი. მომღერალი რა თქმა უნდა, ეხლა მუსიკოსი, კომპოზიტორი, ნებისმიერი. ზოგადად ვარ ძალიან ემოციური, აი მაგას დავუკვირდები, რომ წიგნებზე შეიძლება არ აგეჭიროს ადამიანმა. მაგრამ მე მაინც ვწირ ვარ, აი თუნდაც პატარა რაიმე პატარა მონაკვეთზე, რასაც შეიძლება ადამიანს არ აიჭიროს. თვისება, რომელიც ძალიან მომწონს ჩემ თავში, არის მხიარული ვარ ძალიან, პოზიტიური ვარ ჩემი აზრით. რანინა არის ჩემი მეორე სახლი, რომელიც აი მართლა ძალიან საოცრება და ჯადოსნური სახლია. აი მართლა ძალიან
გამიხარდა, რომ რანინას უკვე შემოუერთდი და რანინას ერთ-ერთი ოჯახის წევრი ვარ. მე ვარ დიმიტრი მაისურაძე 11 წლის თბილისიდან. მე ვარ ძალიან კეთილი, შრომის მოყვარე, ვარ ძალიან მეგობრული, სიმპათიური. მიყვარს სწავლა სკოლაში. მიყვარს ხატვა, მუსიკის მოსმენა. ტიპიურად სულ მიკეთია ყურსმენები და ვუსმენ გარეთაც და შიგნითაც. მიყვარს წიგნების კითხვა ძალიან. თუ ფილმი მაქვს ნაყურები ვერ ვკითხულობ იმას იმ წიგნს და თუ საინტერესო არ არის რა თქმა უნდა. აი მაგალითად ბევრი წიგნი მაქვს რომელიც არ არის საინტერესო და არ წამიკითხია. კიდევ მიყვარს ჩაცმა და აი ახალი რაღაცების ყიდვა. ზოგჯერ ვარ ძალიან უჟმური და ეგ არ მომწონს ჩემს თავში. არ მიყვარს ბოროტი ადამიანები. კიდევ ბუტი ადამიანები არ მიყვარს. ვერ მეგობრობ ეგეთ ადამიანებთან. სურამი ძალიან მიყვარს. თითქმის აქ ვარ გაზრდილი და სულ რო ჩამოდივარ ძალიან ბედნიერი ვარ, რომ აქ ვერთოვი და სულ კარგად ვინებ თავს. ძალიან მიყვარს ეს შოუ და აი რომ დავიწყე ყურება ძალიან მომინდა და აი თითქოს мотиваცია მომცა რომ გამოსულიყავი კასტინგზე და უფრო მეტი მემღერა და უფრო პოპულარული რომ ხდარიყავი. მე ვარ ლილე ჭედლიშვილი 8 წლის თბილისიდან. ვარ მეგობრული, მიყვარს ბევრი თამაში. მიყვარს სამაგიდო თამაშები, Xbox-ზე თამაშიც მიყვარს და ძამნები ვლობ ხოლმე თამაშებში. აი მაგე. დედაღმერთო მიშველებადო. ვარჯიშიც მიყვარს და საქანელებზეც და სასრიალებზეც სრიალი. მიყვარს ძალიან ჭამა მიყვარს. ხინკალს ისევ ჭამ რომ წვეთს არ ვაქცევ. წვადიც მიყვარს. აჭარველი ყველაზე მეტად მიყვარს თითქმის. სახში ცოტა აი მეცადინეობ, მაგრამ სასტიკად არ მიყვარს. მიყვარს ბიტლზების როკ-ენ-როლი. აი ძალიან თბილი სიმღერები აქვს. აი ვუსმენ ხოლმე და აი ძალიან მაგარია რა. მინდა ვიყო იურისტი. და მე შემიძლია აი ესე დავჭდე, ესე იურისტს შემიძლია დავუჭდე და ველაპარაკო. მიყვარს გამოძიება და იმედია რამე ცუდი თუ მოხდება, აუცილებლად გამოვიწერებ. რანინაში მოვედი, რომ ვიყავი 6 წლის. და მეორე ტურამდე ვიყავი 2023-ში თუ არ ვწდები და ეხლა 2025 წლის ძალიან მიხარია რომ ვარ 10-ში, აი ძალიან. მე ვარ ანიტა აბგარიანი 10 წლის ბათუმიდან. და მიყვარს. მე მიყვარს ბულვარში ველოსიპედით საირნობა, კიდევ ხატვა მიყვარს, ძერწვა მიყვარს. ქსოუ და ეგეც მომწონს. კუჩი. ძირებს ვაკეთებ. კუჩი. სურვაც მიყვარს და ძალიან მიყვარს წყალი. აი წყალში რომ ვცურა, თევზივი ვთვარ და რაღაც ძალიან მომწონს. თან გრილი რომ არის, მომწონს. რა არ მიყვარს? ადრე დაძინებას მაძალებენ და ეგ არ მიყვარს.
მე ვარ მეგობრული, ხანდახან ჯიუტი და ცელქი. ცელქი იმიტომ რომ სახში ყირაზე გადავდივარ. სულ ღერიც ეკვავ კოტრიალებს ვაკეთებ. იმიტომ გადავწყვიტე რამეში მოსვლა, რადგან ძალიან მომწონს ეს პროექტი და მინდა გამოვიდე მომღერალი, ხატვარიც და მსახიობიც. მე ვარ ლაზარე კაპანაძე, 12 წლის და ვარ საჩხერიდან. მოკლედ, მე უფრო ფართოდ გაგაცნობ თავს. მე მიყვარს ყველაზე მეტად დამკის თამაში, ბურთის გაგორება, გამოგორება, იგივე ფეხბურთი, სურვა, მეგობრებთან ერთად დროის გატარება და ველოსიპედზე კატავა. ხო და ხატვაც. საკუთარ თავში ის მომწონს, რომ ვარ მეგობრული, მზრუნველი, კეთილშობილი, ხო და მიყვარს ძალიან ადამიანებზე დახმარება. არ მიყვარს ძალიან შენიშვნები, ვცდილობ რომ არავის მივაღებინა შენიშვნები. მე ხანდახან ვარ ზარმაცი, ხანდახან ჯიუტიც და ხო ეს ორი თვისება გამაჩნია ცოტა ისეთი, რომელიც არ მომწონს ჩემს თავში. და ვცდილობ რომ გამოვასწორო. სურვამზე დავდივარ დაახლოებით 6 წლიდან. ხო, რა თქმა უნდა ვარ აქტიური სპორტსმენი და ძალიან ბევრ შეჯიბრებაში მიმიღია მონაწილეობა და ბევრშიც გამიმართია. სურვა რადგან მიყვარს, ვცდილობ რომ მოვიპოვო ლიცენზია, რომ მოხვდე ოლიმპიადაზე. ამისთვის ვშრომობ ყოველდღიურად და ხო, ვშრომობ. მე რომ გავიზრდები, მინდა გამოვიდე მომღერალი და თუ არა მომღერალი, უნდა გამოვიდე აუცილებლად მოცურავე. და ეს ორივე თუ არა, აუცილებლად გამოვალ მხატვარი. არც მაგას არაფერი უჭირს, სამივეც რო გამოვიდე, არაფერი არ უჭირს. სიმღერაზე ხარ მე რანინაში დარეგისტრირება, იმიტომ გადავწყვეტე, რომ ეს პროექტი არის ძალიან მაგარი. მე ვარ ნია ლაშხია, 11 წლის თბილისიდან. მიყვარს წიგნების კითხვა, ხატვა, გაფერადება, მეიქაპის გაკეთება, ტიკტოკების გადაღება, ცეკვა, სიმღერა. არ მიყვარს ზოგიერთი საჭმელი. ხაში. ხასიათი, რომელიც მომწონს ჩემს თავში, არის ის, რომ მიზანდასახული ვარ და თავდაჯერებული ვარ. ჩემს თავში რომელი ხასიათიც არ მომწონს, არ მაქვს. მიყვარს აქტიური ცხოვრება, არ ვარ ზარმაცი, დავდივარ ქართულ ცეკვაზე და ჰიპ-ჰოპზე და ეს ყველაფერი მსიამოვნებს. მინდა გამოვიდე ცნობილი და წარმატებული მომღერალი, მხიარული გადაცემების ტელემწამყვანი და მაინტერესებს ასევე სტომატოლოგობაც. ჩემი ოცნება იყო რანინაში მიმეღო მონაწილეობა, თან ყველა სეზონი ნანახი მაქვს და სურვილი გამიჩნდა, რომ წავიდე კასტინგზე და მე მქვია მარია მუზაშვილი, ვარ 10 წლის და წარმოშობით ვარ თბილისიდან. მე ძალიან მიყვარს მათემატიკის გაკეთება. ხან წიგნსაც ვკითხულობ ხოლმე და ხატვა მიყვარს კიდე ძალიან. პიანინოზე ვუკრავ 2 წელია
და რო დავჯდები ხოლმე, ვეღარ ცილდები მე. არ მიყვარს. რა ვიცი, თითქმის ყველაფერი მიყვარს. მე ჩემი თავი მგონია, რომ ვარ 7, წყნარი, მაგრამ ხან ცოტა ცილკიც ვარ. მინდა რომ გამოვიდე მომღერალი და მსახიობი. ექიმიც მინდა, მაგრამ ჯერ არ გადამიწყვეტია რომელი გამოვიდე. აი მიხარია მაგალითად ვინმე ადამიანს რო ვახარებ ან სიკეთეს ვაკეთებ, რომ იღებენ ეგ-მომწონს ყველაზე მეტად. მე ჩემს თავში ძალიან მომწონს, რომ ადვილად ვიგებ გაკვეთილებს. რა არ მომწონს და როცა რაღაცას მაგალითად ვაკეთებ და ვერ ვაკეთებ. კიდე მიყვარს მე, აი სეირნობა მიყვარს ესეთ ადგილებში, შვიდ ადგილებში, წყნარ ადგილებში. რანინა ჩემთვის არის ერთი დიდი ოჯახი და ბედნიერება. მე ვარ სანდრო აბესაძე 10 წლის ქუთაისიდან, სიყვარულის ქალაქიდან. მე მიყვარს სიმღერა, ხოლო სიმღერა სხვა არაფერი. სიხარ და უსაზღურო ხარ, ვარსკვლავი ვითა მოფწმინდი. მიხარია ქვეყნა და რომ ხარ, რომ წუთითაც არ მომცილდი. მე არ მიყვარს ცეკვა. მე მიყვარს სწავლა ძალიან. ჩემი საყვარელი საგანი არის მათემატიკა. თავისუფალ დროს ღერი ხოლმე. ანდახან ეზოსის ჩავდივარ და ვთამაშობ ფეხბურთს ან რამეს. ან წიგნებს ვკითხულობ. ჩემი საყვარელი წიგნი არის ლადო ასათიანის ლექსების. ლექსები მომწონს, იმიტომ რომ ლამაზია, კარგია, გარეთმულია და და გამოვიდე მომღერალი, მსახიობი მაინც. ხან მაქვს ხიარული ხასიათი, ხან გაბრაზებული ვარ ხოლმე. მე ვბრაზდები, რომ ჩემ ლითებს იღებენ და ვაკითხავთ და ნერვები მეშლება. რანინა გადავწყვიტე იმისთვის, რომ ახდენს ჩემს ოცნებებს და მადლობა მინდა გადავუხადო მორისთვის.